საქართველოში საპროტესტო აქციების პარალელურად 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექს ლობარევი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლობარევის სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. როგორც ის წერს, საქართველოში მივლინებით ქართველი კოლეგების მიწვევით იმყოფებოდა. როგორც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, რათა ადგილზე გაცნობოდა მისივე თქმით უკანონო ანტისამთავრობო პროტესტებით გამოწვეულ სიტუაციას. ლობარევი გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოში მიმდინარე აქციებზე საუბრობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას იწონებს. გამოქვეყნებულ ფოტოებში, რომელშიც თავადაც ჩანს, ის რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციისას იმყოფება. ლობარევი ასევე წერს, რომ ქართველების უმრავლესობას პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. რუსი ძალოვანის სოციალურ ქსელში ამტკიცებს, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება პოზიტიური მიმართულებით არის შეცვლილი. რუსეთისადმი დამოკიდებულება საქართველოში ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად შეიცვალა პოზიტიური მიმართულებით. ქუჩებში, ბაზრობებზე, მაღაზიებსა და კაფეებში თავისუფლად ვლაპარაკობდი რუსულად. ყველას ესმოდა ჩემი და ყველა რუსულად მპასუხობდა. როგორც ლობარევის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებიდან ირკვევა, ის წელს პირველად არ ყოფილა საქართველოში. მის გვერდზე იძებნება საპატრულო ეკიპაჟთან ერთად გადაღებული ფოტო, რომელიც 2019 წელსაა გამოქვეყნებული. კონკრეტულად ვისი მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში ლობარევი და რა მიზნით უცნობია.